რატომ არის რომ ზოგიერთი ღვინო შედარებით მაღალ ტემპერატურაზე ისინჯება, ხოლო ზოგიერთი შედარებით ცივი? აქ მთავარი არის არომატები. ღვინის ზედაპირი და ყველაზე ინტენსიურად აორთქლდება ალკოჰოლი, რომელსაც მერე თან მიყვება უკვე არომატული ნივთიერებები. ამიტომ არის პარფიუმერიაში რომ ალკოჰოლი გამოიყენება. მაგრამ ზოგიერთ ღვინოში არის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის ალკოჰოლს აორთქლებაში. ეს ნივთიერებები არის ტანინები, რომლებიც ბმაში შედის ალკოჰოლის მოლეკულებთან და ხელს უშლის აორთქლებაში. იმისათვის რომ ალკოჰოლის აორთქლება უფრო ინტენსიური იყოს, შესაბამისად არომატული ნივთიერებების უფრო დიდი ენერგია ჭირდებათ ნაწილაკებს. შესაბამისად უფრო მაღალი ტემპერატურა. მაგრამ თუ ისეთ ღვინოში, რომელშიც ტანინები არ არის, ანუ კლასიკურ თეთრ ღვინოში ტემპერატურა მაღალი იქნება, ამ შემთხვევაში ტანინები არ აკავებს ალკოჰოლს და ალკოჰოლის აორთქლება თვითონ ძალიან ინტენსიური იქნება და იმდენად ინტენსიური, რომ ცხვრის დაგწვავს და უსიამოვნო იქნება. ამიტომ კლასიკური თეთრი ღვინოებისთვის დაბალი ტემპერატურა საკმარისი არის იმისათვის, რომ არომატიკა კარგად შევიგრძნოთ. გაგვიმარჯოს.